კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე, ყოველ დღესა შენს თავს კითხო, აბა დღეს მე ვისრა ვარგე. ეს სიტყვები მთელი საქართველოს გულისფეთქვად იქცა. უпростоრად ქართველი კაცის გულისფეთქვა ილიამ ამ სტრიქონებში წარმოაჩინა. ამაზრს ამყარებს ილიასავე ნააზრევი. წელიწხოვლის ჯვარზე გვიწერია იგი მცნება, რომელიც უდიდესია ყოველ სხვა მცნებაზე. გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამ ცნების მოძღვარს ეთაყვანა ჩვენი ქვეყანა. იგი აღიარა ღმერთად და მას აუნთო თავისი გული წმინდა სანთლად, რომელიც დღეს აქამდე არ გამქრალა და არც გახქრება, მანამ არ გახქრება თვითონ ქართველი კაცი. ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, ერთმანეთს უნდა თვლიდეთ და ვართ კიდევაც მოყვასები ერთმანეთისა, უნდა გვიყვარდეს, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს და რაც შეიძლება ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს წმინდა და სიწმინდით აღსავსე. ადამიანის სიყვარულის ყველაზე მაღალი გამოვლინებაა გიყვარდეს მტერი შენი. ავიღოთ ახლა ქართული შაირი ამბავი ვეფხისა და მოყმისა. ვეფხვი და მოყმე შეებრძოლებიან ერთმანეთს და შეაკვდებიან. დედა გებულობს თავისი შვილის სიკვდილის ამბავს. მიდის, ცრემლით უბანს წყლულებს. შემდეგ გულს იმაგრებს. ამაყობს კიდეც. ერთ შვილ ხომ მაინც გაგზარდე, ვეფხვებთან მეომარია. და უცებ გამოუგნებელი სულგრძელობა. შვილმკვდარი დედა თავისი შვილის მკვლელის დედაზეც წუხს და დარდობს. ხანი ფიქრებდა, უდედოდ გაზრდა ვინა თქვა შვილისა. იქნება ვეფხის დედა ჩემზე მწარე და სტირისა. წავიდე, მეც იქ მივიდე სამძიმარ ვუთხრა ჭირისა. ისიც მიამბობს ამბებსა, მეც ვუთხრა ჩემი შვილისა. იმასაც ბრალი ექნება, უწყალოდ ხმლით დაჭრილისა. და არ გეგონოთ, ეს არის უბრალოდ შაირში. პირიქით, ამ შაირმა შეძლო ქართული ბუნების ყველაზე ღვთაებრივი ნერვის ხორჩესხმა. თბილისში, დიღმის სასაფლაოსთან, სადაც აფხაზეთში გარდაცვლილი ქართველი მეომრების საძმოს სასაფლაოა, შვილმკვდარმა დედებმა გახსნეს მუზეუმი, სახელწოდებით მოლოდინი. და ქართველმა დედებმა თავის გარდაცვლილ შვილებთან ერთად მშობლიური სიყვარულითა და გულმოწყალებით გააკეთეს აფხაზი მეომრების სურათების ალბომიც. სოფლში დაკარგული ბიჭები. ეს არის აფხაზი მებრძოლები. და მაგიდაზე გვიწერია, ისინი სამშობლოსათვის იბრძოდნენ. ესენიც თავისებურად სამშობლოსთვის იბრძოდნენ. აფხაზი მეომრები. რა არის ეს? თუ არა გიყვარდეს მტერი შენი. მაგრამ გიყვარდეს არა ისე, მოვალეობის ან პასუხისმგებლობის გამო. არამედ საკუთარი შვილების გვერდით, საკუთარი ტკივილით. ეს არის დაგრაში დაკარგული ბიჭები. აგერ პირდაპირ ჩემ შვილზე გადამიშლია, აგერ არის ჩემი შვილი. მე ერთადერთი შვილი დავკარგე ომში. მაგრამ მაინც მიამაყება, რომ ასეთი შვილი მყავდა, ვაჟკაცურად დაეცა ჩემი შვილი. და გმირის სახელი აქვს დღეს ჩემ კახას. მე მინდა, რომ ჩემი შვილები სულ თუ არა ერთ-ერთი მაინც დაემვანოს მამას, როგორიც იყო ჩემი შვილი, ღმერთს ავთხოვ, რომ
ასეთი შვილიშვილები მყავდეს, როგორი შვილიც მყავდა მე. აქ არიან როგორც ქართველი მებრძოლები, ისე აფხაზი მებრძოლი ბიჭები. არა აქვს იმას მნიშვნელობა, ისინი ყველა საქართველოს შვილები არიან. ჩვენთვის ისინიც ისეთივე საძებარი არიან და სატკივარი არიან, როგორც ჩვენი შვილები. ეს ალბათ ქვეცნობიერად ჩვენი სულიერი დონის მაჩვენებელიც არის, რომ გახსოვთ სტუმართმას პინძელი ვაჟა-ფშაველას მხედანაც ჩვენ არაჩვეულებრივი ტრადიცია დამკვიდრდა საქართველოში, რომ თავის მტერს ქართველი კაცი უდიდეს პატივს სცემს. ჩვენ მათი ალბომიც გავაკეთეთ, რომ ყველანაირი კურთხევა რაც იქნება ჩვენ შვილებზე, ისე იყოს ამ ბიჭებს და გთხოვთ მოიხსენიონ. უფალს არც ერთი შვილი არ აქვს დასაკარი. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო მძაფრი და დრამატული. და ეს ახლა ამ ესოდენ უმოწყალო და უსიყვარულო ეპოქაში. ქრისტიანები თუ ვართ, სიყვარულში უნდა გავლიოთ და სიყვარულით ითხოვს ამგვარ სხვებს, რომ ჩვენ პატივს სცემთ არა მარტო ჩვენს მოძნეებს და ჩვენს ნათესებს, არამედ ჩვენს მტრებსაც. ძალიან მალე დამგება დრო, როცა აშენდება ერთობლივი ძეგლი, სადაც ერთად დაიწერება სახელები და გვარები აფხაზებისაც და ქართველებისაც, რომელიც დაეცნენ ამ ომში. მრავალი პატრიარქი, მეთაური ჩამოსულოს დიდი სტუმარი საქართველოში და უთქვამს, რომ ჩვენ არ გვინახავს ასეთი მოსიყვარულე ელი და ასეთი მოძღვრე ეკლესია, ხალხი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ უფალი ჩვენთანა. ხალას ნერგებო საქართველოს მომავალისა, ღრმად გაიაზრეთ ქართული იდეა და ჩემთან ერთად გადასძახეთ მშობლიურ მიწაწყალს. მზე გრძელი იყავ საქართველო.